თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგანსახმელთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისი აღმოჩნდა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანისთვის, რათა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი აზატ ჩილაჩავასთვის შეეფარდებინა ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. გადაწყვეტილება დღეს საღამოს გამოცხადდა სხდომათა დარბაზში და მანამდე კი ამ ყველაფერს უძღოდა აზატ ჩილაჩავას და შინაგანსახმელთა სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვები სასამართლო დარბაზში. სალომ ქირია, რომელიც წარმოადგენს ძალოვან უწყებას, ამბობდა, რომ მიმდინარე საქმე უკავშირდება 2 ნოემბერს განვითარებულ პროცესებს, ანუ მას ედავებოდნენ აზატ ჩილაჩავას რუსთაველის გამზრდზე, საავტომობილო გზის გადაკეტვას და ასევე სახის დაფარვას ნიღბით, რაზეც აზატ ჩილაჩავას ადვოკატები ამბობდნენ, რომ მას დაფარული ქონა ნიღაბი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე შინაგანსახმელთა სამინისტროს წარმომადგენელმა აჩვენა ის ვიდეო მტკიცებულებები, რაც უწყებას ჰქონდა წარმოდგენილი. ეს იყო ვიდეო მტკიცებულება, რომლის თანახმადაც მოქალაქეები ტოვებენ ტროტუარის ტერიტორიას და გადმოდიან გზის სავალ ნაწილზე, ხოლო ქალბატონი აზა ჩილაჩავა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გადმოდიოდა საავტომობილო გზაზე. რაც შეეხება თავად აზა ჩილაჩავას პოზიციას, ის დაეთანხმა ძალოვანი უწყების წარმომადგენლის პოზიციას და არ უარყოფდა იმას, რომ მონაწილეობდა გზის გადაკეტვაში. ციტატა მისი სიტყვიდან. სუდად ვარ, არც წყალი მიმიღია, არც არაფერი მსჯიან ქვეყნის სიყვარულისთვის, მე ქვეყნის გულისთვის ვიჟები. მოსვენება მინდა, არც ხმაური, არც არაფერი. მე ვარ პროტესტის მონაწილე და კი ბატონო, კიდევ გადავკეტავ თუ კი მომიზჯით სისხლის სამართლის წესითაც. მე არ მინდა რუსეთი დროშა არ შემატანინეს წუხელ იზოლატორში, შეგეტყობინებთ, რომ ის იმყოფებოდა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მე ვიბრძვი ბოლომდე სისხლის სამართლით ხომ მეკუთვნის დაკავება გავალ პირველი არ შევშინდები, დიახ, სწორია ეს ქალბატონი. მე ჩემი პროტესტი გამაჩნია რუსეთმა გენოციდი მოგვიწყო აფხაზეთში, მე ვერავიდან, მე შევაკვდები იმ ავტომანქანებს და არ გავჩერდები, თქვა აზატ ჩილაჩავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესზე. მანამდე რამდენიმე დღით ადრე 19 ოქტომბერს სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს დევნილი აზატ ჩილაჩავა და გაჩხრიკეს პოლიციელებმა, ნივთმტკიცებულებად კი ამოიღეს პირბადი, რომელთაც უწყების წარმომადგენლების მტკიცებით ის სახეს იფარავდა. ამ შემთხვევაში კი, როდესაც ის გადაიყვანეს დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში, აზატ ჩილაჩავასგან ამოიღეს 2 ლარი და 55 თეთრი. ეს არის ის ნივთმტკიცებულება, რომელიც პოლიციელებმა ამოიღეს და დაალუქეს მოგვიანებით. დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში ის განათავსეს დაახლოებით საღამოს ღამის 12 საათზე, თუმცა ამის შემდეგ უკვე დაიწყო სოციოქსელებშიც გამოხმაურებები და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე წერს Facebook-ზე, რომ აზატ ჩილაჩავას ისტორია იმდენად ცნობილია, რომ შეუძლებელია ხელისუფლებას არ სცოდნოდა ვის მიმართ აღმართავდა რეპრესიის მახვილს. ნებისმიერი რაციონალური ხელისუფლება შეეცდებოდა 71 წლის დევნილი ქალი აფხაზეთთან მისი რეპრესიის სამიზნე არ ყოფილიყო. ის ხომ საკუთარ ბიოგრაფიაში ატარებს ამ ერის ყველაზე მძიმე ტკივილს და სწორედ ეს ტრავმა აქცევს მას სიმბოლურად ხელშეუხებელს და პოლიტიკურად წმინდას. ასე არ ფიქრობენ მმართველ პოლიტიკურ პარტიაში. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი სამართალდამღვრევი დაისჯება. პასუხისგებლობას, მათ შორის აზატ ჩილაჩავას დაკავებასთან დაკავშირებით, პარლამენტის სპიკერი აკისრებს დიპლომატებს, მათ შორის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა თბილისში და ასევე ის გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დააჯერიმეს 5,000 ლარი და ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაվել ჰერჩინსკის. რაც შეეხება გია ვოლსკის ქართული ოცნების კიდევ ერთი ლიდერის განცხადებას, მისი თქმით, ასაკი ვერ იქნება ერთგვარი ინდულგენცია, რათა პირი გათავისუფლდეს ნებისმიერი ტიპის ადმინისტრაციული სამართალწარმოებისგან თუ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობისგან. პასუხისგებლობა არის ევროკომისიის პრეს-სპიკერზე, რომელსაც სოლიდარობა გამოუცხადა რადიკალებს, რომელიც 50 ადამიანს, რომელიც ქუჩას კეტავენ. აი ამისი შედეგი არის, რომ ადამიანები შემდეგ მიყვებიან მათ შეგულიანებას და მოწოდებას და მონაწილეობას იღებენ კანონდარღვევაში. ასე რომ პასუხი მოთხოვეთ ევროკავშირის ელჩს ქალბატონ აზასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად. მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს მარწესრიგი დაცული და კანონი აღსრულებელი და ასევე ხედავთ, რომ მოქმედებს ჰუმანურად, მათ შორის იყო რამდენიმე შემთხვევა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა და სახელმწიფო მოქმედებს ჰუმანურად, იმიტომ ჩვენ მოქალაქეებს ეხება. თქმა უნდა, ხელისუფლება ვერ დაუშვებს, რომ 50 ადამიანმა საკუთარი ნება მოახვიოს 1,5 ქალაქს და ხედავთ თქვენ ის უკმაყოფილება, რომელიც საზოგადოებაში არის, აი ამ უშინაარსო ქმედებების მიმართ და რადიკალიზმის მიმართ, რომლის
თავარი ასე ვთქვათ მომენტი იყო 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის штурმი. გუშინ დააკავეს 71 წლის პენსიონერი ქალი, რომელიც გარდა იმ სირთულეებისა, რასაც პენსიონერები გადიან ჩვენს ქვეყანაში, 30 წელია ელოდება სახლს და საკუთარ ჭერს თავზე. ზუსტად ისე, როგორც ათასობით სხვა დევნილი ოჯახი. აზა ჩილაჩავა, ოკუპაციის პირდაპირი მსხვერპლი, ერთხელ უკვე გამოაძევეს საკუთარი სახლიდან ომის, ტყვიისა და ძალადობის გამო. ქალბატონი აზა არ საჭიროებს არც ერთი დიპლომატისგან წაკეზებას თუ წახალისებას, რომ ქვეყნის დემოკრატიული უკუსლა და იზოლაცია გააპროტესტოს, როგორც ეს დღეს ბატონმა პაპუაშვილმა განაცხადა. ის არის მოქალაქე, რომელმაც ერთხელ უკვე დააკარგა სამშობლო. და ამის შემდეგ ვინმეს უკვირს, რომ ომგამოვლილ პენსიონერ ქალს პროტესტი უჩნდება მსგავს უსამართლობაზე? ასეთი ყალბია ოცნება ტრადიციულ ღირებულებებშიც, რადგან თუ რაიმეზე დგას ქართული თვითმყოფადობა, პირველ რიგში ხანდაზმულის პატივისცემასა და მათზე ზრუნვაზე. სახელმწიფომ უნდა შეუქმნას ჩვენს ხანდაზმულებს ისეთი პირობები, რომ აქციაზე დგომა და პროტესტი მათთვის გამოსავლის ერთადერთი გზა არ იყოს. ერთი ოჯახის 4 წევრის მიმართ დაიწყო შინაგანსკმა სამინისტრომ სამართალწარმოება 3 ნოემბერს 2 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით და მათ ედავებიან რუსთაველის გამზგზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ასევე. ამ შემთხვევაში საუბარია მასწავლებელზე, ვალდორფის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მანანა ჯავაშვილზე, რომელსაც მოსამართლე ყობა ჩაგუნავამ ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ოჯახის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით თავდაპირველად ინფორმაცია Facebook-ზე გაავრცელა მარიამ წიბახაშვილმა, მისმა შვილმა. შინაგანსკმა სამინისტრო ასევე გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დააკავა ლადო და გიგა წიბახაშვილები, მარიამ წიბახაშვილის ძმები და ლადო წიბახაშვილის შემთხვევაში 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა მოსამართლე ნინო ენუქიძემ, ასევე გზის გადაკეტვის ბრალდებით. დაკავებული ასევე მანანა ჯავაშვილის და ეკა ჯავაშვილი, ასევე მასწავლებელი, რაც შეეხება ანასტასია ჯაფარიძე, სამოქალაქო აქტივისტს, 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეიფარდა მას, მანამდე ის იყო დაკავებული, თუმცა სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე მოსამართლე მის თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. რაც შეეხება სხვა პირების საქმეს, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს 72 წლის იოსებ ხეუშვილი, რომელსაც მოსამართლემ ზვიად ეკავა 5000 ლარიანი გიგაო შეუფარდა. საუბარია 22 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებზე საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასთან, თუმცა ამასთანავე უკვე დაწყებულია სამართალწარმოება იმ პირების მისამართით, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით ჩაიდინეს. ამჯერად უკვე სისხლის სამართლის წესი და საქართველოს პროკურატურამ დღეს 3 ნოემბერს გაავრცელა ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება. უწყების თანახმად საუბარი არის ზურაბ მენთეშაშვილზე, რომელიც შინაგანსკმა სამინისტრომ დააკავა 25 ოქტომბერს, მოგვიანებით მას თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. მან ფოთის იზოლატორში გაატარა ეს პერიოდი და 1 ნოემბერს გათავისუფლების შემდეგ ის ხელახლა დაიჭირეს. ამჯერად უკვე როგორც გითხარით, სისხლის სამართლის წესით და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 357 მუხლის შესაბამისად. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ქართულ მოსწრებამ დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს წინააღმდეგობის გარეშე და იმ შემთხვევაში თუ პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას განმეორებით ჩაიდენს, მას დაეკისრება უკვე პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის წესით, რაც ითვალისწინებს პატიმრობას 1 წლამდე ვადით.